ფეზერვეითმა ახალი საყვარელი ნიშანი მიიღო. ამის დაჯერება შეგიძლია? ჩვენამდე. დიდებული ნიშანია. ფეზერვეით. კარგად გამოიყურება. ნებდები. მე მაქვს პასუხი ყველა ჩვენს პრობლემაზე. პოალ პრიზ გაზეთი? ეს ჩვენს პრობლემებს როგორ მოაგვარებს? ეს გრენი სმიტია. უნდა გავიქცე. შეიძლება აქ მართლაც იყო რამე იდეა. როგორც ხვდები, ღირს. Appleblum, გაზეთის იდე არ გქონდა. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ქაღალდისგან ჩიტის ბუდეები გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გამოვიდა. სასაცილო რა არის? იმას გულისხმობ, რომ შეგვიძლია ვწეროთ. ჩვენი ნიშნები კი როგორც ჟურნალისტებმა ისე მივიღოთ. კარგი ბავშვებო ხვალამდე, მათ კი ვისაც გაზეთის ჯგუფში უნდა გაწევრიანება, დარჩეს, რადგან სწორედ ახლა ვიკრიბებით ჟურნალისტიკაში. კარგი იდეაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. როგორც იცით, ჩვენმა რედაქტორმა სწავლა შარშან დაასრულა. გისმენთ? რედაქტორი რას ნიშნავს? სვიტბელ, კარგი კითხვაა, მომწონს, რეპორტიორის ინსტინქტები. პოალპრიმ მოსწავლეების გაზეთია. მე უბრალოდ მრჩეველი ვარ, ასე რომ რედაქტორი პიროვნებაა, რომელიც არჩევს ისტორიებს და დროულად ბეჭდავს მათ. ახლა კი როგორც უკვე ვთქვით, წელს ახალი რედაქტორი გვეყოლება. დაიმონტი არა? მარტო დაგტოვებთ, რათა დავალებებზე მარტო მიმსჯელოთ, იმხიარულეთ. ძალიან კარგი, მომისმინეთ. პოალპრი ხუმრობაა. სკოლაში მას სერიოზულად არავინ ეკიდება. მე კი როგორც ახალმა რედაქტორმა გადავწყვიტე ახალი დიდება მოვიპოვო. პირველ რიგში, სად არის ფოტოგრაფი? გადი და ყველაფერი გადაიღე. მე გადავწყვეტ რა არის მნიშვნელოვანი. ახლა მჭირდება გამაოგნებელი ახალი ამბები, არანაირი ნამბი, ფამბი ამბები, როგორც წინა წელს იყო. მაგრამ კარგი რედაქტორი იყო, ახლა სხვა რეჟიმია. მე მინდა წვნიანი ამბები, რაც უფრო წვნიანი იქნება, უკეთესია. წავიდეთ, გოგოებო, იქნებ ყუთების შეფუთვა თავიდან ვცადოთ. მაგრამ შესაძლოა ეს ჩვენი ბოლო შანსი იყოს ნიშნის მისაღებად. თუ ჩვენ მართლა ნამდვილი ჟურნალისტები ვართ, ეს ტანჯვად არ ღირს? გეთანხმები, დაიმონტი არას ცოტა ხნით უნდა გავუძლოთ. წამოდი, მივიღოთ ნიშნები. ჩემი პირველი ამბავი უნდა იყოს ექსკლუზიური ინტერვიუ. მე ბარტყების ახალი ბუდე ვნახე. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველს ეს ისტორია მოეწონება. გრენი სმიტს უამრავი ამბის მოყოლა შეუძლია. ალბათ პონივილის ისტორიის შესახებ დავწერ. იმედი მაქვს რაღაც გაქვთ, რადგან ჯერჯერობით ყველაფერი გამაუსადეგარია. პატარა ბარტყები დაიბადნენ? რა არის ის ახალი ქუდი? პონივილი, ადრეული წლები? არ ვიცი თქვენ ამას რას ეძახით, მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის. ჩვენ უბრალოდ ვიფიქრეთ, დღის ბოლომდე რამე მომიტანეთ.
უკეთესია თუ წვნიანი იქნება ამბავი. ახლა რა ვქნათ? იცი რამდენი ვიშრომე ამ ამბის დასაწერად? შენი მისცოდნაც არ გინდა, მე რისი გაკეთება მომიწია. მომაშორე სნეილს. გაჩერდი. მომაშორე სნიპ. გაჩერდი, უარეს საკეთებ. დიდებულია. მე გავაკეთებ. მომაშორე. ბეზარვეით, აქ მოდი. რამდენიმე სურათი გადაუღე და ლანჩის დროს შემხვდი. გოგოებო, ჩვენთვის ახალი ისტორია მაქვს. სნიპის, ნეილსი და საღეჭი რეზინის მარცხი. და ეს მაშინ, როდესაც ყველაზე დიდმა ხუმარამ სკოლაში თავის თავზე გამოსცა და სიტყვით. პოი ალფრი ძირითადად მოსაწყენ ამბებს წერდა. რას ახალისოა? დედა ყოველთვის ამბობდა, რომ ერთ დღესაც ამით დავამთავრებდით. შეხედე, როგორც იქნა საღეჭი რეზინი მოვიშორეთ. თქვენი გვერდი სენსაციაა. აღარ მინდა რომ ახალი ამბები წეროთ. ასეთი ამბები მინდა. სვეტები პონებზე და მათ პირად ცხოვრებაზე. რას აკეთებენ, როდესაც გონიათ, რომ მარტოები არიან. თქვენ სამნი ამაზე იმუშავებთ. და მომწონს თქვენი სახელი. გაბი გამს, ეს გენიალური იყო. სამივეს სახელი არ დაეტია, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სამივესთვის ერთი სახელი დაგვეწერა. კარგი ნამუშევარი არ არის გოგოებო. თუ კი რამდენიმე სვეტს დავწერთ, ჩვენ საყვარელ ნიშნებს მივიღებთ. რამე გაქვს? არა. Apple Bloom. მაპატიე. მოდი ვაღიაროთ. სკოლაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. განწირულები ვართ. Oh, sweetie Belle. ბეღელში ან სადმე გაიზარდა? ეს ნამდვილად არ არის თქვენი საქმე. რა არითი? ისეთი მხიარულია. გამარჯობა, ეს რა არის? საღეჭი რეზინი უკანალზე. სასაცილოა. შეგიძლია ჩუმად იყო? მე ვცდილობ. ჰეი! მე უბრალოდ ჩემს ჩანთაში იჩხრიკებოდი? როგორ გაბედე? მაგრამ ეს გაბი გამის სვეტი ძალიან სასაცილოა. მართლა მოგეწონა სკოლის გაზეთი. პონივილ ექსპრესზე კარგი ამბებია. შეიძლება წავიღო და ჩემს მეგობრებს ვაჩვენო? შენს მეგობრებს მოუნდებათ მისი წაკითხვა. გაბი გამსი შეუყვარდებათ. ვინ არის? მასზე არაფერი მსმენია. ის ახალი გოგოებო, სწრაფად დავნებდით. დავიწყეთ სკოლის ამბები. შეგვიძლია ჭორები? თელს პონივილში ვეძებოთ. ფეზერვეიც უნდა ვთხოვო, რომ უფრო დიდხანს იმუშაოს. სვიტბელ. შენ გენიოსი ხარ. ფუნტი და გოგრის ნამცხვარი. მაღაზიაში ვიზიტით რამლებით დასრულდა. გაბი გამსი დაბრუნდა. პონივილის ახალი ამბების სტენდს ჩვენი გაზეთი სურს. პონები მიდიან და მის შესახებ კითხულობენ. 20 ეგზემპლარი გამოუგზავნენ და თუ გაუთავდებათ კიდევ 20. თქვენ სამნი დიდებულ სამუშაოს ასრულებთ გაზეთისთვის. განმაგრძობთ მუშაობას. შესანიშნავია. ეს არის ცხოვრება, ხო მართალი ვარ? საუკეთესო პედიკური, რაც კი ოდესმე მქონია. შენ ამბობ ამას? არც კი ვიცი. ოდესმე ასეთი განტვირთვა თუ მიმიღია. მეგობრებო. ახალი გაბი გამსი გამოვიდა. დიდი და ძლიერი ტრიქსის საიდუმლო გამოვლინდა. Rainbow Dash. ეგ უკვე წავიკითხეთ. მოდი დაისვენე, საოცარი გრძნობაა.
და გავიწყდა ვისელაპარაკები. იმ დღეს, როდესაც მე პედიგურს გავიკეთებ, დავბრუნდები ჩემს სადარაჯოზე. თან გაბი გამსი ჯერ არ წამიკითხავს. კარგი, ცოტა ჩუმად იყავი, შეგიძლია? მეც მომწონს გაბი გამსი, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ცოტა საძაგლები არის. საძაგელი არ არის ბინდო, ის გუგუნებს, სელესტია. ჩვენსავით გაბი გამსი პირად ცხოვრებას არ აფასებს. დამშვიდდი ბინდო. ეს უბრალოდ უმტკივნეულო ჭორებია. ხო, ბინდო, ამას მოусმინე? მაიორი ნატურალურად ნაცრისფერი არ არის. მისი სკანდალი, ვის მოუნდება ამის წაკითხვა? მე უბრალოდ სიბრალულს გვრძნობ და ვინც ამ სვეტზე მოხვდება? ხუმრობ? იცი რა? მაგარია შენი სახელი გაზეთში რომ წერია. რეინბოუ, რატომ არ შემომიერთდები? კარგია. კარგი, შესაძლოა უბრალოდ სულ ცოტათი. დაივიწყე, არ მიყვარს, როცა ჩემს ჩლიქებს ეხებიან. მე მომეწონებოდა გაბი გამს, ჩემ შესახებ რომ დაეწერა. ჩემზე დაწერეს. რა? ექსკლუზივი. ადგილობრივი დრაკონი ყველაფერს ამბობს. სპაიკი, კანტერლოტის, წაძინების და მისის საყვარელი ქვების შესახებ. ეს ჩვენი საუკეთესო სტატიაა. უფრო ყველაზე საშინელი. სტატიების გამო არ გამხდარა პოპულარული. მართალია. ეს სტატია უფრო რბილია ვიდრე სხვა სტატიები. მეგობრებო, თქვენც დამნაშავედ გრძნობთ თავს ამ ამბის გამო. შესაძლოა ვინმეს გულს ვკენდეთ ჩვენი ისტორიებით. ხო, არაფრის თქმა მინდა, რადგან გაბი გამსი ყველას უყვარს, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ ჩვენ ასეთი ისტორიების დაწერას შეგვეძლებოდა. მეც. თუ ჩვენი საყვარელი ნიშნების მიღება გვინდა, მაშინ პონებს ის უნდა მივცეთ, რაც უნდათ. Applejack-ს სამსახურში სძინავს. ამის გჯერათ? და ეს ბიგ მაკინტოში. იმალებოდა, გაბი გამს თავი ვინ გონია? ნახეთ, ბინდი სპარკლი. მე კანტერლოტის სნობი ვიყავი. სანდო წყარო აცხადებს, რომ ბინდი ფიქრობს, პონივილი არაფერია გარდა დანგრეული გზებისა და დაბალი კლასის სახლებისა. სპაიკ? ამის თქმა როგორ შეგიძლია? მე არ მithქვამს, გაბი გამსმა მოიგონა. მსგავსი რამ არასდროს მithქვამს. ყველას გთხოვთ. ის უბრალოდ უმნებელი სკოლის მოსწავლეა, რომელსაც პატარა მოჩვენებითი ჭორები აქვს. თქვენ კი ამისგან დიდ ამბავს ტეხავთ. მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. გაბი გამსი იმას წერს, რაც უნდა. არანაღვლებს, ვის რეპუტაციას დაანგრევს. ფლუთერში კუდი აქვს დაგრძელებული. პინკი ფაი უკონტროლო წვეულების ცხოველია. რა? მართალია, პრობლემა მაქვს. შეხედეთ, ამის მიხედვით კეიქები შორდებიან. ჩვენ? კარგი, ჩემი ცხოვრება ოფიციალურად დამთავრდა. გაბი გამს უკვე ზედმეტი მოსდის. Rainbow Dash, სწრაფი დემონები თუ სუპერსუპთა. რაც შემეძლო სულ ავიღე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მე უკვე დამცინოდნენ. რა არითი ხედავ? შენი უნებელი ჭორები ძალიან მტკივნეული ყოფილა. უბრალოდ პონებს იუმორის გრძნობა საერთოდ არ აქვთ. ასე რომ რამდენიმე პონის გაეხურნენ და შემდეგ შეიძლება ისინი იმსახურებდნენ. მე მას გავანადგურებ. დრამის დედოფლის დღიურები. მან ჩემი დღიური დაბეჭდა, ჩემი დღიური, ხელში რანაირად ჩაუვარდა. ჩვენი გაბი გამი უნდა შევაჩეროთ. სვიტბელა გაზეთის პერსონალშია. შესაძლოა იცის ვინ არის გაბი გამსი. ჩემდას გაბი გამსის ნაირის საშინელი პიროვნება არ ეცოდინება. აღშფოთებული ვარ. ასეთი რამ როგორი ფიქრე ბინდო? ის ყველაზე უდანაშაულო, საყვარელი. ყველაზე საშინელი პონია თელ სეკვესტრიაში. როგორ შეიძლება ჩემმა და მომპაროს დღიური? ჩემს დას როგორ შეუძლია ესე? გაბი გამსი? გაბი გამსი. იცი? საიდან გაიგე? მოკროვილმა გვერდებმა გაქცა. ხო. ეს როგორ გამიკეთე? შენ ჩემი საიდუმლო დღიური მოიპარე და მთელი ქვეყნის წასაკითხად დაბეჭდე. ჭორი ძალიან მტკივნეული რამ არის. ეს არის პირად სივრცეში შეჭრა. როგორც მე ვიჩხრიკებოდი შენს ჩანთაში.
ხომ არ მოგეწონა? არა. მნიშვნელოვანია რომ იცოდე, თუ რას გრძნობენ პონები, როდესაც შენ სტატიებს კითხულობენ. მესმის და ჩვენ ყველა თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ძალიან გვინდა საყვარელი ნიშნები. მართლა გონია რომ ისეთი რაღაცების წერა, რაც ყველა ზიანს აყენებს, შენი დანიშნულებაა? კარგი. ისე როდის დაიწყებ ამის კეთებას? არა, გაჩვდით. მაგრამ ჭორები, რასაც ბეჭდავდით, ყველას გულს კენდა. კენდა? მათი გრძნობები არ მაინტერესებს. გაბი გამსი ჩემი კარაკი და პურია. მე არ მოგცემთ უფლებას წამართვათ. დაიმონტი არა ვწუხვარ, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. ხო, ჭორების გაგებას ვერ დაგვაძალებ. ამას რომ ნახავთ, წასვლა აღარ მოგინდებათ. ფეზერვეიც ვუთხარი, რომ ყველაფერი გადაეღო. ისიც ასე მოიქცა. ბოდიში გოგოებო. მომეცი. ბოდიში, პოალფრის საკუთრებაა. თუ თქვენ მართლა მიდიხართ, მაშინ რაღაც მჭირდება ცარიელი გვერდის შესავსებად. ახლა კი წადით და ახალი ჭორები მომიტანეთ. ახლავე. გოგოებო, გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით. იქნებ Rainbow Dash ჩვენთან რამე ამბავი აქვს. ის ყოველთვის კარგი იყო ჭორებში. Rainbow Dash. კარგი. თუ ეს გაბი გამსი არ არის. შენც გაიგე? მეხუმრები? ყველა მიცის. არ გინდა შენზე დავწეროთ. გამარჯობა ენჯელ. ფლუთერში სახლშია? ჰეი, ეს რა არის? ბინდმა იცოდა რომ მოხვიდოდით და რომ ვერ შემოსულიყავით ეზღობია აშენა. კარგი რა, Applejack. შენ ხომ არ ხარ ჩვენზე გაბრაზებული? დიახ. ჩვენთან ლაპარაკიც არ გინდა? არა. უნდა გრცხვენოდეს. მე და შენ და ასე რომ მოგვექეცი. ჩვენ არ გვინდა თქვენთან ლაპარაკი, ასე რომ წადით. წადით. ყველაფერი გავაბუჭეთ და ნიშნები მაინც არ გვაქვს. ყველაზე საშინელი დღეა. მართლა? ხოლმე მოიცადეთ, ჩვენი ყველაზე სამარცხვინო მომენტები გამოქვეყნდება გაზეთში. რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცი, მაგრამ ამ სახლს არ დავტოვებთ, სანამ რამეს არ მოვიფიქრებთ. ესეც ასე, გაბი გამსის დრო გავიდა. ამის ნაცვლად დაბეჭდე. მე მინდა პონივილის ყველა კუთხეში ეს ფურცელი იყოს. დიახ, მემ. შეაჩერე წერა. ჯერ არც კი დაუწყიათ. გაბი გამსის სვეტი გვაქვს. თქვენ იღბლიანები? მე კი ლამაზი ვარ. უმჯობესია ეს აღარ განმეორდეს. ძალიან კარგი დაიმონტი არა. კიდევ ერთი კრიზისი გადალახე შენი დიპლომატიით. ღია წერილი პონივილის მაცხოვრებლებს გაბი გამსისგან? ეს რა არის? ამით თავს ვერ დაიღწევენ. ფოტოებს ხვალ გამოვაქვეყნებ. არასწორი პონია ერჩიას შესაჯიბრებლად. პონივილის მაცხოვრებლებს ბოლო დროს თქვენ ამ სვეტში ყველაზე საზიზღარ და ცხელ-ცხელ ამბებს კითხულობდით, მაგრამ ეს ჩემი ბოლო ნაწილი იქნება. ჩვენ გვინდა ბოდიში მოგეხადოთ გამოწვეული ტკივილისთვის და შეურაცხყოფისთვის. როგორც ხედავთ, სამი პატარა სულელი ვართ: სვიტბელა, ეპლბლუმი და სკუტლუ. როგორც კი ამ სვეტის პოპულარობა გაიზარდა, ჩვენ დიდ ტყუილში გადავიზარდეთ. ვიცით, რომ სწორედ არ ვიქცეოდით, მაგრამ ვაიგნორებდით, რადგან ყველას მოსწონდა იმის კითხვა, რასაც წერდით. გვირდებით დღეიდან ყველას პირად ცხოვრებას პატივისცემით მოვეპყრობით და მტკივნეულ ჭორებს აღარ დავწერთ. რისი გაკეთებად შეგვიძლია ეს არის, რომ პატიება გთხოვოთ. ყველაზე ბოლოს ვაწერთ ხელს. სიყვარულით, გაბი გამსი. კარგით, მეგობრებო,
როგორც ჩანს, რედაქტორს ძალიან დიდი ავტორიტეტი მივეცი. ბოდიში დაიმონტიარა. თანამდებობიდან უნდა გაგათავისუფლო. და შემდეგი რედაქტორი, Pual Free Press-ის. ეს თქვენი ახალი რედაქტორი Piazerweiti. ის? კი, მაგრამ მე? შენ? ფოტოგრაფი იქნები.